მამაპაისის სწავლებამ ბავშვის აღზრდის შესახებ. მშობლები ყურადღებით უნდა იყვნენ, რომ ბავშვებს საღამო ხანს არ გაუჯავდნენ, რადგან ისინი საღამოს წყენას ვერაფრით მოინელებენ. ღამის სიმნელე კი სულს აუფორიაქებთ და იწყებენ ფიქრს, როგორ შეეწინააღმდეგონ მშობლებს, სამაგიერო როგორ მიაგონ. იშმაკიც ერევა ამ საქმეში და შეიძლება ბავშვები სასოწარკვეთილებამდეც მივიდნენ. დღისით კი ბავშვები თამაშით ერთობიან და წყენაც ავიწყდებათ. ასევე შეძლების დაგვარად უნდა მოერიდონ მშობლები შვილების ფიზიკურ დასჯას. ტკბილი სიტყვით და მოთმინებით გააგებინონ ბავშვს, რომ არასწორად იქცევა. მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ბავშვი პატარაა და ვერ ხვდება, რომ თავს საფრთხეში იგდებს, სილა მისთვის სასარგებლო იქნება, რომ შემდგომში უფრო ყურადღებით იყოს. მშობლებს ჩემთვის კარგი უნდოდათ, მაგრამ ორივე თავისებურად მექცეოდა. მამა ძალზე მკაცრი იყო და როცა ბავშვები ცელქობდით, მიგვტყიპავდა. ტკივილი გაივლიდა და მავიწყდებოდა ცემაც, მამის დარიგებებიც. დედა კი კეთილგონიერებას იჩენდა, გვერდზე გაიხედავდა, თითქოს ვერ ამჩნევდა ჩემს აქციელს, რათა არ გავეღიზიანებინე შენიშვნებით. დედის ეს ხრიკი გულს მიხეთქავდა და გულში ვფიქრობდი, ასე აღარ მოვიქცევი, რომ დედას გული არ ვატკინო მეთქი. იკითხავთ, ზოგიერთი ონავარი ბავშვი ყვირის დარბის. მშობლებმა ისინი ფიზიკურად არ უნდა დასაჯონ? ამაში ხომ ისინი დამნაშავენი არ არიან? ბავშვები ნორმალურად რო გაიზარდონ, საჭირო ჰქონდეთ ეზო, სადაც თამაში შეეძლებათ. მრავალსართულიანი სახლებში გამოკეტილ პატარებს არ შეუძლიათ თავისუფლად ინავარდონ. თუ პატარა ხალისიანია, ამან მშობლები არ უნდა შეაწუხოს, რადგან ასეთი ბავშვი შინაგანად ფლობს ძალებს, რომელთა სწორად გამოყენებით შეიძლება მომავალში ბევრ რამეს მიაღწიოს. ძალდატანება უსარგებლოა. ზოგიერთი მშობელი ძალზე დიდ ზეწოლას ახდენ შვილებზე თანაც ხვების თანდასწრებით. თითქოს მათი შვილი საპალნე ცხოველი იყოს, საითაც უბრძანებენ იქით უნდა წავიდეს. ასეთი მშობლები შემდგომ შვილების ცემასაც იწყებენ. რა უქნა, მამაო, შემომსჩილა ერთმა ქალმა. ჩემ შვილს ჩემი დანახვაც არ უნდაო. დავარიგე როგორ მოქცეულიყო, ის კი წუწუნს განაგრძობდა. რაღა ვქნაო. უთხარი, შენს გვერდით 1 საათის გატარებაც გამიჭირდა და ბავშვი როგორ გაიცხოვებს? სად არის შენი სიყვარული? თუ შვილი შენთან ადგილს ვერ პოულობს, სხვებთან მშვენივრად იქცევა და თუ შენი დანახვაც არ უნდა, ეს შენი ბრალია. ნუ ამწარებ, სულს მოუსახიჩრებ, ტკბილად მოთმინებით მოეკეცი. ძალდატანება ბავშვებს ტკუნავს. დაუსრულებელი შენიშვნები. ამას ხელი არ ახლო, იქ არ წახვიდე, ეს არ გააკეთო, აღიზიანებს. თოკი ხო ისე უნდა მოსწიო, რომ არ გაწყდეს. ბავშვები გონივრულად უნდა ამხილო და ასე დაეხმარო შეცდომის შეცნობაში. სიყვარულით და გულის ტკივილით უნდა აუხსნა, რა არის მისთვის სასიკეთო და რა არა. თანაც არ უნდა დაუშვა, რომ მათ შორის განხეთქილება ჩამოვარდეს. მახსოვს ერთი დედა, როგორ შესტიროდა შვილს, რომელიც ცუდად იქცეოდა. ნუ შვრები ასე ჩემო ოქროს ბიჭოო. და როცა ბავშვებს ასეთი მაგალითი აქვთ, ისინი სწავლობენ ცხოვრებისეული სიძნელეების გადატანას ლოცვით და ღვთის რწმენით. დღეს აფორიაქებულ გარემოში ვცხოვრობთ. უამრავ ბავშვს ჯამრთელობა ერღვევა. სკოლასა და ქუჩებში უკიჟინებენ. მშობლებს პატივს არცემთ, არავის არცემთ პატივსო. ამას ემატება დედის სურვილებიც კაცრად ეჭიროს შვილი ხელში. ვურჩევ დედებს. ძალა ბავშვს კი არა, საკუთარ თავს დაადანონ და ილოცონ. თუ დედა შვილს უბრალოდ მოქმედებასაც კი აუკრძალავს და ხშირად უსამართლოდაც, მაშინ ბავშვი სერიოზული საფრთხისას არ დაუჯერებს მშობელს და თავს ხიფათში ჩაიგდებს. მას არ ესმის, რომ მშობლის ნათქვამი ეს არ გააკეთო, რამხელა სიყვარული იმალება. მოზრდილ ბავშვს შენიშვნების მიცემისას ეგოიზმი უჩნდება სულში. განაპატარა ვარ, ასე რომ მეკცევიანო. მშობლებმა მას უნდა გააგებინონ, რომ თუ ძალზე პატარას ცეცხლთან თამაშს უკრძალავდნენ, რამე არ დაიწვაო,
ახლა წამოზრდილს სხვა ცეცხლისგან იფარავენ. ამიტომ ბავშვებს ფრთხილად უნდა იყოს, ეშმაკს გამოცდის ნება რო არ მისცეს და წმინდა ნათლისღების მადლი არ დაკარგოს. დედამ თავის განუჯელი სიყვარულით შეიძლება ზიანი მიაყენოს ბავშვს. მაგალითად, როცა ხედავს პატარა სიარულს ვერ სწავლობს და იმის მაგივრად ხელი მოჰკიდოს, დაეხმაროს, ხელში ახყავს და ასე ატარებს. განა ის ბავშვი სიარულს ისწავლის? რა თქმა უნდა, დედას უყვარს შვილი, მაგრამ ზედმეტი მზრუნველობით აფუჭებს მას. ასეთი სიყვარული უთუოდ განსჯის საშუალებით უნდა დავამუხრუჭოთ. ნამდვილი სიყვარული უშურველია, კეთილგონიერი. ერთხელ მშობლებზე გაბრაზებულმა ყმაწვილმა შემომჩივლა. მშობლებს არ უყვარვარ, ყველაფერს მიგზალავენო. არადა დედმამა სიკეთე უნდოდა მისთვის, მაგრამ არ იცოდე როგორ მოგცეოდნენ ბიჭს. უთხარი, გახსოვს პატარაობისას დედა შენი რა თბილად გაცმევდა, რომ არ გაციებულიყავი, ან როგორ გარიდებდა მზის დარტყმას. მისი მაშინდელი საქციელი ხომ დიდი სიყვარულის შედეგი იყო მეთქი. ბიჭი მიხვდა თუ როგორ ყვარებია მშობლებს და ატირდა. როცა საჭიროა, დედამ კაცრადაც უნდა მოექცე შვილს, ყველაფერზე ადვილად არ უნდა დაეთანხმოს, ეს ბავშვს არ წაადგება. ზოგჯერ დედა უზომო სიყვარულისგან აავსებს ხოლმე შვილს კოცნით, თანახებს. სოფლიოში არავის ყავს ჩემებრ მშვენიერი შვილიო. ამით მასში ითესავს სიამაყეს, არა ჯანსაღ რწმენას, საკუთარი თავისას. შემდგომში ასეთი ბავშვი მშობლებსაც აღარ დაუჯერებს, თავი ყოვლის მცოდნე ჰგონია. მშობლებმა შვილებს მცირე ასაკიდანვე უნდა განუვითარონ პასუხისმგებლობის გრძნობა. შეძლების დაგვარად გააკეთებინონ საოჯახო საქმეები. ბავშვებმა არ უნდა მოითხოვონ, რომ ყველაფერი მზამზარეულად, ლანგრით მიართვან, წინააღმდეგ შემთხვევაში შემდგომში გაუჭირდებათ. მატერიალურად უზრუნველყოფილი მშობლები პასუხისმგებლები არიან შვილების მომავალზე. რა თქმა უნდა, თავარია შვილები კარგ ადამიანებად გაზარდონ, მისცენ განათლება ან რაიმე ისეთი ხელობა ასწავლონ, რომლითაც არსობის პულს იშოვნიან. შეუძინონ სახლი და სხვა. თუ კაცი მარტოხელაა, შეუძლია ყველაფერი გასცეს, მაგრამ თუ ოჯახი ყავს, ვალდებულია ეზრუნოს მასზე. მშობლებმა ყველაფერი მაშინვე არ უნდა გადასცენ შვილებს. გამოუცდელ ახალგაზრდას შეიძლება შემოეხარჯოს. ეს კი მშობლებს გულს ადგენს, რადგან მეტად აღარ შეუძლიათ დახმარების გაწევა. ამას გარდა მშობლებმა უფრო მეტი ყურადღება სუსტ შვილს უნდა მიაქციონ, შეეწიონ მატერიალურად და ზნეობრივად, რათა არასრულფასოვნების, უიღბლობის შიშმა არ მოიცვას იგი. მშობლებმა სიყვარულით და განჭით უნდა იზრუნონ თითოეულ შვილზე და იმაზეც, რომ მათ შორის ურთიერთობა არ გაცივდეს. დღეს იშვიათად შეხვდებით მეგობრულ ოჯახებს, სადაც და-ძმები სულიერად ცხოვრობენ. ერთმანეთს მიწისა და ქონების გამო არ ეჩხუბებიან, არ უჩივიან. ვიცნობდი ოჯახს, სადაც 7 შვილი გაიზარდა. მშობლებს ერთი ოქროს სამკაული ჰქონდათ. გადაწყვიტეს სამკაული მათი სიკვდილის შემდეგ იმ ძმას დარჩენოდა, რომელიც მეტად იზრუნებდა მათზე სიბერეში. იმ ძმამ კი იფიქრა, ჩემს მრავალშვილიან დას უფრო დასჭირდებაო. და მესამე ძმას აჩუქა, მესამე მეოთხეს და ისევ პირველ ძმას დაუბრუნდა. მერე მოითათბირეს და-ძმებმა და სამკაული ეკლესიას შესწირეს. წმინდა მამა პაისი.